საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის წერილები დასაჯაროვდა რამდენიმე დღის წინ. თქვენ გაასაჯაროთ სკოტაშორის. და ვინ მოგცეთ ეგ წერილები? იყო ამაზე საუბარი პირდაპირ ეთერში, არა ეს თქვენი კარგით, გასაგებია. მე პირველ რიგში მე მინდა გითხრათ, რომ ამ თემაზე ნამდვილად არ მსურს ამ თემაზე ვისაუბრო დღეს, ვინაიდან მე მახარებს ის რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, ის რაც დღეს ხდება აქ ამ რეგიონში. ძალიან სამწუხარო ერთის მხრივ რომ მსგავსი ასე ვთქვათ შიდა საუბრები და შიდა მიმოწერა ხდება საჯარო და თქვენი ტელევიზია ამ ყველაფერს აქვეყნებს. ძალიან სამწუხარო, მაგრამ იმედი მაქვს რომ დარეგულირდება ეს ურთიერთობები. ეს იყო დღეს სენატში უნდა ერთად ბატონ პრემიერ აქვე დავამატებ პოლიტიკურ კრიზისს საუბრობენ თქვენ ხედავთ თუ არა იმ საშიშროებას რომ ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური კრიზისი ამას საუბრობენ მე მინდა გითხრათ რომ აი ნახეთ ახლა მე მინდა მოსახლეობას მიმართო დღეს მე ვსაუბრობ ამდენ პოზიტივზე და თქვენ ამბობთ რომ პოლიტიკური კრიზისი რაღაც ეს გასაგებია რომ ეს დავალება გაქვთ მიღებული მაგრამ მე გეტყვით რომ მე გარანტიას გაძლევთ რომ არავითარი პოლიტიკური კრიზისი არ იქნება არავითარი კრიზისი არ იქნება ქვეყანაში და მე მინდა მოგიწოდეთ რომ თქვენს გასპასუხებლობა საკუთარი მოსახლეობის ქვეყნის წინაშე თქვენ აგეუნებთ ამ შემთხვევაში მაგრამ ვის ტელევიზიაც არის იმას ვეუბნები დღეს სენატში უნდა იმსჯელონ თემაზე რომ საქართველოს ნომერ პირველი პარტნიორი გახდეს ამერიკა რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის რომ საქართველოსთვის ნომერ პირველი პარტნიორი და სტრატეგიული პარტნიორი არის ამერიკა იყო და არის და იქნება ასე რომ ეს სიახლე არ არის და ბარბარა რაფალიანცის გამოძიებასთან საქმის გამოძიებასთან ხო ძალიან ცუდია როცა უზნეო ადამიანები რომელთაც წარსულში აქვს ძალიან ბევრი შეცდომა და ძალიან ბევრი კრიმინალი ჩადენილი დღეს ამ თემის სპეკულირებენ და ამ ოჯახს იყენებენ მსგავს სპეკულაციებში და ის ადვოკატი რომელიც არის მათ მიერ დაქირავებული ძალიან სამწუხაროა რომ რაღაც მსგავს სიტუაციებში იყენებენ მე არ ვიცი გამოძიება მე გეტყვით რომ ნაციონალობის დროს მოხდა ეს შემთხვევა მათ ქონდათ 25 დღე უნდა გამოეძიებინათ ვერ გამოიძიეს იქ რაღაც მე ფული გადაუხდეთ რაღაცები არ ვიცი და ჩვენ როცა მოვედი სამწუხაროდ მე ადრევე განმარტე რომ სამწუხაროდ ჩიხში იყო გამოძიება შეყვანილი 25 დღე მაშინ როცა უნდა მოხდეს გამოძიება ცხელკვაზე როცა არის გასული უნდა მოხდეს გამოძიება და საქმის გახსნა მაშინ არ გაგეც არაფერი და დღეს 2 წელს შემდეგ ეს ადამიანები კიდევ ვიმეორებ უზნეო ადამიანებისგან მე რა თქმა უნდა მათ მიერ წამოწყებულ სპეკულაციებზე კომენტარს არ გავაკეთე დიდი მადლობა